მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია ძლიერი საქართველო ლელო, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკრეტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებში ჩატარდება. ამასთან ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არც ერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს ჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. თუმცა ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას. მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს, ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში. ამ გადაწყვეტილებას აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც და მმართველი პარტიის წევრებიც. ოპოზიციის აზრით დაკავებაც და გამოშვებაც თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ამბავია. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის 4 ოქტომბერს არჩევნებად წოდებული ფარსის თუნდაც მოჩვენებითი ლეგიტიმაცია, თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილში. ამას ემსახურებოდა ხაზარაძის და ჯაფარიძის გამორჩევა, რომ შექმნას იმსეთი წარმოდგენა, თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილში, რომ რასაც 4 ოქტომბერს რეჟიმი ჩაატარებს, იმას არჩევნები ჰქვია. ამიტომ მიუხედავად იმ უდიდესი განსხვავებებისა, რაც ფედერალისტებსა და ლელოს შორის არის, მიუხედავად იმ უამრავი დაპირისპირებისა, რაც ჩვენ შორის ყოფილა, ჩვენ მოვუწოდებთ ლელოს, რომ დაუბრუნდეს ერთობის რაციონალურ გზას. ნებისმიერი პოლიტპატიმარის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია და რა თქმა უნდა, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები. აბსოლუტურად გაუგებარი აბსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტილი, მაგრამ ოცნების მხრიდან მე ვირწმუნებდი იმ განცხადებას, რომ სადაც ისინი გულისხმობენ, რომ არჩევნები თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს, ჯერ ერთი ეს არანაირი არჩევნები არ არის და მეორეც ერთი ეს განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექნებოდა საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში. აქტია პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიწყალა ორი დამნაშავე. რა ვიცი, ზოგადად ეხლა ციხეში არავის გაშვება არ მიხარია, რატო უნდა გიხაროდეს ადამიანს ვიღაცის დაპატიმრება, ხო? მაგრამ გონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პარტიები თუ პოლიტიკოსები, ვინც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები მისი მხრიდან. რატომ იწყალებს მათინების წინააღმდეგ, ბატონ კახა? რას ნიშნავს მათინების წინააღმდეგ? თუ მათ არ აქვს სურვილი ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ, კაცო, კი არავინ არ აძალებს. აქვს ამის უფლება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. მიზანი რა არის შეწყალების? ძალიან ახსნა პრეზიდენტმა თუ რა არის მიზანი. წარმოდგენილია ყველა ის პარტია, ვინც მიიღო მონაწილეობა, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და დაანთავისუფლა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას.
ირაკლი კობახიძეს თქმით, თავის დროზე მხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან. ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის. რა თქმა უნდა პატივსცემთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავილაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულებას აჩვენებს ზოგადად ხელისუფლების პრეზიდენტის ფართო გაგებით ხელისუფლების ნაწილია ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. დამოკიდებულება არის ეს, ხო, თავის დროზე თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის. ლისა მინდა ყველას მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ნაცნობებს, განსაკუთრებით უცნობებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გვეხმიანებოდნენ, გვამხნევებდნენ. მადლობა მინდა გადაუხადო მედიას, ასე თქვათ, ჩვენი მხარდაჭერისთვის და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მოულოდნელი, იმიტომ რომ იცით, რომ ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პრეზიდენტის ავარძელი, მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა, გასაგებია, რომ მადლიერების გზნობა მე არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ესე თქვათ, კიდევ ვიტყვი, ბინძური უკაცრავად ამ სიტყვაზე, საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, ზუსტად იმავე ეგრეთ წოდებული ბრწყალებში დანაშაულით იხდიან სასჯელს. მე და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვება, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდებოდით და ჩვენ აქ 8 თვიან, ესე ვთქვათ, ვადი სამოწურვას ველოდებოდით, გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული შავი ნიაღურის და პიარის ასე ვთქვათ, გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ, იმიტომ რომ ის რაც დღეს გააკეთა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ეს არის მანიპულირება ადამიანების თავისუფლებით, ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა, ეს არის ადამიანებით ვაჭრობა და მე პირდაპირ გეუბნები, თუ ახლოეს დღეებში პრეზიდენტი ეგრეთ წოდებული არ გამოუშვებს იმ დარჩენილ, ასე ვთქვათ, პოლიტპატიმრებს, რომლებიც ზუსტად იმავე მუხლით, იმავე აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, მუხლით არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება კიდევ ერთი ყველაზე დიდი ილუსტრაცია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება, მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას, იყენებს მისი პირადი ინტერესებისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი სოფლიოსთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ ესენი ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებას. ჩვენი პოზიცია ისეთივეა, როგორც ჩვენი სათოსაღოში მოთავსების დღემდე იყო, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ბრძოლა ყველა პოლიტიკური პატიმრის განთავისუფლებისთვის, ბრძოლა ახალი არჩევნებისთვის. ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დაუტუსაღები ვარ და ჩვენი თხოვნის საფუძველზე გაუნთავისუფლები ვართ. აქედან გამომდინარე, ეს იყო ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ჩვენი დატუსაღება და ჩვენი განთავისუფლება. ერთმეზე მორჩა ეს ჩემი 16 კვადრატულ მეტრ სივრცეში სეირნობა და როცა დავბრუნდი სეირნობიდან მითხრეს, რომ შეწყალების აქტი ქონდა გამოცემული მიხეილ. პატივსცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ასე ვთქვათ, ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ და ჩვენ რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს, ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია. ყველა ადამიანს აქვს უფლება ბოიკოტის, ამას ვერავის ვერ დაუშლის. მაგრამ ამავდროულად ის 100,000 და 100,000-ობით ადამიანი, რომელიც მოვა ოპოზიციონერი ამორჩეველი 4 ოქტომბრის არჩევნებზე, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გაუწყვილოთ და მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები
მზად არიან იბრძოლონ მათი ხმების დღეს თბილისში ოპოზიცია და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. როგორც ისინი ამბობენ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ერთად დგომა. მათი თქმით, 4 ოქტომბერი ვერ იქნება რიგითი აქცია და ეს უნდა იქცეს საქართველოს გამარჯვების დღედ, როცა ქართველი ერი ერთ მუშტად შეკრული რუსულ რეჟიმს არას ეტყვის. არ შევიძლია არ დავიწყო ერთით და ყველაზე მნიშვნელოვანით. თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება ადამიანებს, რომლებიც ისჯებიან ქვეყნის სიყვარულისთვის. თავისუფლება ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სასამართლოს დარბაზებიდან აშიშულებენ რეჟიმს. თავისუფლება ადამიანებს, რომელთა ხმაც ყველაზე ხმამაღლა ისმის 4 კედლიდანაც კი, მეგობრებო, იყავით მხნედ, იყავით მაგრად და გპირდებით, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ აუცილებლად გამარჯვებულები ვიდგებით აი აქ და ვიდგებით ერთად-ერთ მუშტად შეკრულები. 4 ოქტომბერი იქნება საქართველოს გამარჯვების დღე, როდესაც ქართველი ერი სილას გააწნის რუსულ რეჟიმს და ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის არას. კითხებით ყველას, როდემდე ეს საშინელი სიტუაცია, სიმძიმე და ეს უსამართლობა რატომაც ბიჭების ხედან ციხეებში. უკვე 10 თვეა. ეს არის უბრალოდ აუტანელი მდგომარეობა, აუტანელი შვიდად ცხოვრებისთვის, სრულიად გაუსაძლისი და ამიტომ როდემდე 4-მდე. მადლობთ. მოგესალმებით. ვფიქრობ, ხა ბევრი ზამატება არ მომიწევს, უბრალოდ აი ბოლო სიტყვები როდემდე, აი მე ვფიქრობ, რომ არც ერთ მხარეს არ ამგონია ნორმალური ადამიანი ხა არ განიცდიდეს ამ ახალგაზრდების თქვათ ამ გამოკეთვას. როგორ გითხრათ რა, ფაქტიურად არადამნაშავე ადამიანებს, რომელიც აი 10 თვეა უკვე იგს ხედან. და არა მარტო ეს, რა ვიცი, მე ვფიქრობ, ასე გაგრძელება ძალიან რთული იქნება. და ვფიქრობ, რაღაცა უნდა შეიცვალოს ნამდვილად. მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი, არც ერთ პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ როგორც აი მოქალაქე, როგორც ამ ხალხის მეგობარი, თქვენი მეგობარი ყველასი, რა ვიცი, მე ვფიქრობ, ეს არანორმალური სიტუაციაა და რა ვიცი, ეს დროზე უნდა შეიცვალოს. მოგესალმებით, პირველ რიგში თავისუფლებას უსურვებ ყველა პოლიტპატიმარს, ყველა სინდის პატიმარს და ყველა იმ პატიმარს, რომელიც მიუხედავად თავის აპოლიტიკურობისა ძალიან ძლიერად და მძიმედ შეეჯახა სისტემას და ასეთები ჩვენ ბევრი გავიცანით პატიმრების ოჯახის წევრებმაც ამ პერიოდში. რთულია პატიმრის მდგომარეობა სოფლიოს ნებისმიერი საზოგადოებისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის არავის არ უხარია პატიმარი, თუნდაც რაღაც დანაშაული კონდეთ შადენილი და არც ერთ საზოგადოებაში ავაზაკის გაშვებაც კი ციხეში სასიხარულო ამბავი არასდროს არ არის ხოლმე. ასე რომ ჩვენ ვდგავართ, ვიბრძვით არა მხოლოდ ჩვენი პატიმრების თავისუფლების, არამედ ქვეყნის თავისუფლებისთვის, იმ ჯოჯოხეთის დამთავრებისთვის, რაც პროპაგანდისტული ტერორით თუ ქუჩებში პოლიციური ტერორისტ მოგვიწყო რეჟიმმა, რომელიც არაღიარებულია და დავიწყებულია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის ნებისმიერი მხარის სახელმწიფოსგან. 4 ოქტომბერი არის თარიღი, რომელსაც ველოდებით ყველა, როდესაც ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ის, რაც გვევალება, რომ გავაკეთოთ. შედეგიც გამოჩნდება აუცილებლად და ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ შემთხვევაში ყობახიძეს ნამდვილად მოვაწეინებთ ხელის გადადგომის განცხადებას. მეგობრებო, არ არსებობს ორი საქართველო. არის ერთიანი, ძლიერი საქართველო. არ არსებობს დღეს ადამიანი, რომელსაც არ კონდეს პროტესტის გზნობა, რომელიც არ გზნობდეს, რომ ცვლილებები გადაუვალია. არ არსებობს ღირსეული ადამიანი, რომელიც არ გზნობდეს, რომ დღეს არის ყველაფერი შესაძლებელი, რომელიც ხედავს რამდენი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში და როგორ გვიყალბებენ ჩვენს ისტორიას. დღეს აქ შევიყარეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მე თქვენ დაგვირდით, რომ გავაერთიანებდით ხალხს. აი ბატონო, ერთიანობა თუნდაც საჭირო ყოფილა და შესაძლებელი ყოფილა. ჩვენ ყველანი აქ პროფესორი, მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სტუდენტები, სპორტსმენები, ყველანი ერთად ვდგავართ და გეუბნებით თქვენ იმ ადამიანებს, ვინც დღეს მიხვდით, რა მომნებელია ქართული ოცნება. ნუ მოგერიდებათ, ნუ შეგეშინდებათ. გადმოდით აქ სულისაძიებლად არავინ არ არის მოსული. აქ ყველანი მოსული ვართ, ვავაშენოთ ერთი ძლიერი
თავისუფალი საქართველო. ამიტომაც გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს. ბოლო უნდა მოუღოთ ამ ისტორიულ სირცხვილს, რაც დაემართა ჩვენ ქვეყანას. ეს უნდა მოეღოს ბოლო 4 ოქტომბერს. 16 საათზე აქ რუსთაველზე ვიკრიბებით და ვწყვიტავთ ჩვენს მომავალს. აქ ჩავატარებთ ეროვნულ კრებას და ამ კრებაზე გადავწყვიტავთ, რომ ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ჩვენ, ქართულ ხალხს და დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, დავიცვათ ჩვენი ღირსება და დავიცვათ ჩვენი დროშა. ასე რომ გელოდებით ყველას 4 ოქტომბრის 16 საათზე ბრძოლა ბოლომდე. თავისუფალ საქართველოს გაუმართ! ხარაგაულში სტიქიურ ზონად გამოცხადებულ სოფლებში ვითარება სულ უფრო და უფრო რთულდება. სოფელ ხემაღალსა და ღვერგში ყოველდღიურად ახალი ნაპრალები ჩნდება. მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, მეორე ნაწილი კი ღამეებს შიშით ათენებს. ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან ამჟამად 50 ოჯახია გაყვანილი. შედარებით უსაფრთხო ზონაში ჯერ კიდევ რჩება 20 ოჯახი, რომლებიც გეოლოგების საბოლოო დასკვნას ელოდება. სტიქიის ზონაში გადაადგილება შეზღუდულია და მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა. არის საშიში როგორ არა ნებისმიერ დროს შეიძლება აქედან დაცურდეს მიწა გაგვიყოლოს, მაგრამ რა ვიცი, მაინც ვრისკავთ, რომ ახლა მეზობელი, ახლა ისე ჩვენი მეზობლებია და ძაღლები ხო ვერ წაიყვანეს, ზოგმა ქათმები დატოვა სანამ წავიყვანთო. ელექტროენერგია ყოველ მეორე დღეს ბუჭდება, რა თქმა უნდა, ეპიცენტრი აქ არის და სტოლბები მიაქ მიწას, კი ბატონო. ექსელების ხალხიც ძალიან შევაწუხეთ, მაგრამ რა ვქნათ ჩვენც. უკვე მოსვლა აღარ უნდათ. საშიში ზონა არის. აკეთებენ, 2 დღე ისევ ფუჭდება. კიდე გააკეთებენ, კიდე გაფუჭდება. 20 კილომეტრი უნდა გავიაროთ. 25 კილომეტრი მარტო აქედან რომ გადახვიდე რაიონში ან ქალაქში, რომ ნებისმიერ რამე იყიდო ან წამალი, ისევ დაუბრუნდეთ. ხო, ეს უკვე ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომლის საშუალება ჩვენ არა გვაქვს. 300 იმანეთით მე გზა მანქანა ვიქირავო. პროდუქტი ვიყიდო, საჭმელი თუ სასმელი ვიყიდო და მოვიდე სახში. რა გავაკეთო 300 იმანეთით? მეტი შემოსავალი მე არ პენსია. ერთი მანქანა გვყავს ეგრე და თუ წავიდა, იგი ყველა სხვა ოჯახს რა უნდა მოუტანოს. ახან პურს ვაბარებთ, ხან კარტოფილი, შაქარი, მარილი ხო გინდა ოჯახს, ახლა არ გამოგელება. ვიდან ახლა ვპირდებიან უგეშინია სახიფათო რა ხო, რა ვიცი ახლა მე სახიფათო. ეს რო წავა, ეს გზა რო წავა, მე მეორე ოჯახი ვარ, კაიმელის. ეს მიწა იყო იმის სახლის ბალავერზე სწორ. ახლა გახედეთ, ნახე. ის სახლი ამის პირზე უკვე ჩასულია და მოდის და ბუგდება. მუშაობენ სამაშველო სამსახურები არიან ლაშეში ტრაქტორები ყველაფერი მოწადინებული ყავთ, მაგრამ ვერავინ შიშით იმდენა ვერ შედის, ეშინია სულ. რა დროს გასკრება ისე? ადამიანს სიკვდილზე მიდიხარ უკვე, შეიძლება ვეღარ გამოხვიდე გარეთ. ეს განსხვავებული ტიპის მეწყერებია ხარაგაულში, რაც განვითარდა ახლა, იმიტომ რომ აქ თუ ჩვენ ჭიათურაში ჩავარდნა ქონდა მიწის როგორც აქ გვაქვს ახლა ხარაგაულში, ჭიათურაში მიზეზი მაინც ვიცოდით, იმიტომ რომ ეს იყო ტექნოგენური და ვიცით რომ ეს ტექნოგენური იყო, ანუ გამომუშავებულ ქანების ზემოთ მოხდა ესეთი ჩავარდნები. აქ არ იყო ესეთი გამომუშავება, შესაბამისად ძალიან რთული იყო წარმოსადგენად, რომ რა მოხდა ბოლოს და ბოლოს, რატომ არის ესე დასერილი მიწა, ფაქტიურად დასერილი არის. ხმავდება, ასე ვთქვათ, პროცესი არ ჩერდება, ამას დაემატა უკვე მდინარის გადაკეტვა მეწყრის ტანის მიერ და ეს უკვე უფრო მეტი საფრთხეა, განსაკუთრებით იმ მოლოდინის პირობებში, როცა ჩვენ პროგნოზირებას ვაკეთებთ, რომ შეიძლება წვიმების სერიალი დაგვეწყოს. არის ორი მოსაზრება. ერთი, რომ ეს არის ტექტონიკური ძვრები და ტექტონიკური პროცესი, რომელზეც ჩვენ უბრალოდ რეაგირებას ვაკეთებთ უკვე მომხდართან მიმართებაში. არის მოსაზრება, რომ ეს არის განპირობებული რკინიგზის ხაზის მშენებლობასთან და არის დაკავშირებული საქართველოს წვანეთა მოძრაობა არაერთხელ ამბობდა ამ რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომ იქ იყო სერიოზული დარღვევები. იმ ზონაში მუშაობდნენ აფეთქებებით, როგორც არ უნდა ემუშავათ. დინარეების კალაპოტში ფუჩქანებს ყრიდნენ პირდაპირ და ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს გარემოს. მე რაღაცნაირად შეეცადენ, რომ გაესწორებიათ. მე ვიცი, რომ ეს პროცესი არ დასრულებულა. კვლევები უნდა განხორციელდეს იმ მიმართულებით, ხომ არ არის მართლა ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გამოწვეული შედეგი. ანუ ან უნდა
ვთქვათ, რომ კი, ან უნდა ვთქვათ, რომ არა. მას მხოლოდ კვლევით შეგვიძლია დავადასტუროთ და მარტო სიტყვიერად ძახილი, რომ ეს არ არის იმის შედეგი, ჩვენ არ მოგცემს თუ არ იქნება შესაბამისი არგუმენტები. ევრონიუს ჯორჯია მდინარე ყარნებას შეგუბებასთან დაკავშირებით კითხვები ხარაგაულის მერს დაუსვა. დაახლოებით 70-80% მდინარის რაც შემოედინება, უკვე გამოდის, გამომავალია და ჩვეულებრივად ეს შეგუბება არათუ იმატებს, არამედ იკლებს. რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი ერთ საღამოს ეს მთლიანად გაიხსნა და წამოვიდა, რაც წარმოუდგენელია, 70 მეტრიანი ბარიერი აქვს მას წინ, ქვების და ჩამოსული მიწის. ეს ამ შემთხვევაშიც კი ვერ შექმნის იმ აკოპალიფსურ სურათს, რომელიც დახატულია. ხშირად კითხვებს გვისვავენ, რომ მაგალითად უსაფრთხოა თუ არა ძირულა ხარაგაულის გზით მოძრაობა, ხშირად კითხულობენ უსაფრთხოა თუ არა მაგალითად ნუნის შეასვლა. ზოგჯერ კითხულობენ იმასაც რიკოთის უღელტეხილზე რამდენად უსაფრთხოა ავტომობილით მგზავრობა, მათ შორის რკინიგზის ხაზი. აი რაც ჩამოვთვალე, ყველა მიმართულებით აბსოლუტურად უსაფრთხოა და იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ მინიმალისტურ დონეზე რაიმე საფრთხეებს წარმოვიდგენთ, რომ შეიძლება აქ არსებობდეს, ცხადია, მაშინვე ჩაირთვება განგაში პირველ რიგში იმისათვის, რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის რკინიგზისთვის, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, რომ იქ მოქალაქეებს შეექმნათ საფრთხე. ქუთაისის აეროპორტში კანონდარღვევის 5 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 559 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 91.094 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი 2 მოქალაქის საქმის მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო კანონდამრღვევის 3 მოქალაქე საბაჟო კოდექსის 162 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯამში 30,641 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე თქმით, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულია 19, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე 7, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე 4 პირი. რაც შეეხება 2 პირს, ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს თენგიზ ხოფერიას, მეტსახელად ჭინკას და თკ-ს მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ისა და კახეთის რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულია 19, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე 7, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე 4 პირი. რაც შეეხება 2 პირს, ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს თენგიზ ხოფერიას, მეტსახელად ჭინკას და თკ-ს მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დაავების მოგვარებაში ერთვებოდნენ. მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს. ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებში საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი თენგიზ ხოფერია მეტსახელად ჭინკა მონაწილეობდა. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად მიუთკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს
და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. დანაშაულები 15 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ფაქტებზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი და მეორე, 223 ტერცია მუხლის მეორე და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. მადლობა. საქართველოში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით თბილისის და ბათუმის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდნენ. მათ ბრალად ედებათ ნარკოტიკებით ვაჭრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხეულის დაზიანება, ცილის წამება და ქურდობა. დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს.